დღეს მოდი ვთქვათ, ძალიან უცნაურ დაპირისპირებაში ჩავიხედავთ. ერთი შეხედვით თითქოს საუბარია უმაღლესი განათლების რაღაც მშრალ ტექნიკურ რეფორმაზე, მაგრამ როცა ჩვენს წყაროებს, ამ შემთხვევაში ძალიან ცხარე სატელევიზიო დებატებს ჩაუღრმავდები, ხვდები, რომ ეს ბევრად მეტია. ეს არის ამბავი, სადაც ერთმანეთს ეჯახება შოკის მომგვრელი სტატისტიკა, საბჭოთა ეპოქის რეპრესიების გახსენება და, უცხო პლანეტელებთან საკომუნიკაციო ენების სპეციალისტები. დიახ, ნამდვილად. და ჩვენი მისიაა გავარკვიოთ, რა დგას სინამდვილეში ამ ყველაფრის უკან. ეს არის სასოძარკვეთილი მცდელობა გადაარჩინო მომაკვდავი სისტემა, როგორც ამას მთავრობა ამბობს, თუ ეს არის ფარული ოპერაცია უნივერსიტეტების დასამორჩილებლად, როგორც ამას აკადემიური წრეები ამტკიცებენ. ანუ საქმე გვაქვს აუცილებელ ქირურგიულ ოპერაციასთან თუ პოლიტიკურად მოტივირებულ, ასე ვთქვათ, ამპუტაციასთან. მოდერი დავიწყოთ დიაგნოზით. მთავრობა დებატებს იწყებს ძალიან მძიმე განცხადებით. საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კატასტროფის პირასაა. ეს უბრალოდ ხმამაღალი სიტყვებია თუ რამე რეალურ მონაცემებს ეყრდნობიან. სამწუხაროდ ციფრები მათ მხარესაა და სიმართლე გითხრათ საკმაოდ დამთხრუნგელ სურათს ხატავს. ავიღოთ ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო რეიტინგი Times Higher Education, რომელიც უნივერსიტეტებისთვის ერთგვარი ოსკარია. 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის. არც ერთი ქართული სასწავლებელი არ არის. არც ერთი. მაგრამ უფრო საგანგაშო ისაა, რომ როცა ცალკე სწავლების კომპონენტს ვუყურებთ, ანუ იმას, რაც სტუდენტისთვის ყველაზე მთავარია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 100-დან მხოლოდ 14 ქულა აქვს. მოიცა 14 ქულა 100-დან. ეს კოლაფსია ფაქტობრივად. აბსოლუტურად ილიას უნივერსიტეტს, რომელიც შედარებით უკეთეს პოზიციაზეა, როგორც ვიცით, 18.2 აქვს. ესეც ძალიან დაბალია. რა თქმა უნდა. ნიდერლანდებში ან შვეიცარიაში. მაგრამ ეს რიცხვი არაფერს ნიშნავს, თუ ხარისხი არ არსებობს. პრემიერ-მინისტრმა დებატებში ძალიან საინტერესო ანალოგია გამოიყენა, რომელიც მათ ლოგიკას ვფიქრობ კარგად ხსნის. ფეხბურთის ანალოგია ხო? მახსოვს. მან თქვა, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი გუნდებითაა სავსე, რომლებიც ერთმანეთში ძალიან დაზაბულად თამაშობენ, მაგრამ როგორც კი რომელიმე მათგანი ჩემპიონთა ლიგაზე გადის, პირველივე თამაშის გამანადგურებელი ანგარიშით აგებს. დიახ, და ეს ანალოგია პირდაპირ მიემართება უნივერსიტეტებს. შიდა კონკურენცია, არაფერს ნიშნავს, თუ საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანი არ ხარ. და ამ პრობლემის გადასაჭრელად გვთავაზობს ხელისუფლება თავის მთავარ ყველაზე რადიკალურ იდეას. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპს. რაც ფაქტობრივად რესურსების გაერთიანებას ნიშნავს. იმის ნაცვლად, რომ თბილისის 4 უნივერსიტეტს კონდეს ცალ-ცალკე იურიდიული ფაკულტეტი და ისედაც მწირი პროფესურა ამ 4 ადგილას იყოს გაფანტული, ჯობს შეიქმნას ერთი მძლავრი ცენტრი. ქაღალდზე სიმართლე გითხრათ ლოგიკურად ჟღერს. კი, ეს კლასიკური ეფექტიანობის არგუმენტია. ისინი გერმანიის მაგალითსაც იშლებიან, სადაც მათი თქმით ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტის მოდელი მუშაობს. იდეაა, რომ ბევრი პატარა სუსტი ერთეულის ნაცვლად მივიღოთ რამდენიმე დიდი და ძლიერი. ეს არის ხელისუფლების ხედვა. პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია და სასწრაფო ცენტრალიზებული ოპერაცია სჭირდება. გასაგებია. ესე იგი, დიაგნოზიც და მკურნალობის გეგმაც ერთი შეხედვით საკმაოდ მკაფიოა. მაგრამ როგორ უპასუხეს ამას თავად პაციენტებმა, უნივერსიტეტებმა? თუ იმსჯელებთ იმ დებატებით, მათ ეს დიაგნოზი კატეგორიულად არ მიიღეს. რბილად რომ თქვათ, არ მიიღეს. მათი პასუხი იყო მყისიერი და ძალიან აგრესიული. მათთვის ეს არ იყო რეფორმა, არამედ პირდაპირი თავდასხმა უნივერსიტეტის ავტონომიაზე, რაც სხვათა შორის კონსტიტუციითაა გარანტირებული. დებატებში ილიას უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯკინიძემ გამოიყენა ფრაზა, რომელიც ვფიქრობ ამ კონფლიქტის სიმბოლოდ იქცა. მან თქვა, რომ მის უნივერსიტეტს პროგრამების 92%-მა ყოველგვარი დისკუსიის გარეშე ჩამოაჭრეს. 92%. ეს სიტყვა ჩამოაჭრეს ძალიან ძლიერია. ეს არ არის რეფორმირება, ეს დასახიჭრებაა. და მახსოვს, მან პარალელი 1930-იანი წლების საბჭოთა კავშირთან გაავლო, როცა ბოლშევიკებმა უნივერსიტეტების დამოუკიდებლობა გააუქმეს. ეს უკვე ძალიან სერიოზული ბრალდებაა.
რა თქმა უნდა, ეს იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად ღრმაა ზიზღი და უნდობლობა. და აქ გამოიკვეთა კომუნიკაციის სრული კრახი. დებატებში ორი აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა დავინახეთ. მთავრობა ამბობს, ჩვენ მათთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ, დიალოგი შევთავაზეთ, მათ კი ქუჩაში აქციებით გვიპასუხეს. უნივერსიტეტები კი პასუხობენ, რომ ეს არ იყო დიალოგი, ეს იყო მონოლოგი. მათ უბრალოდ უკვე მიღებული გადაწყვეტილებები გააცნეს და მათი აზრი არავის უკითხავს. ანუ რასაც მთავრობა დიალოგს ეძახდა, აკადემიური საზოგადოებისთვის ბრძანებების მოსმენა იყო. გასაკვირი არაა, რომ ამის შემდეგ მათ შორის კედელი აშენდა. სწორედ. ეს არის კლასიკური ყრუების დიალოგი. ორივე მხარე დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში და მეორე მხარე საერთოდ არ უსმენს. კარგი, მაგრამ მთავრობას ჰქონდა მეორე, ერთი შეხედვით რკინისებური არგუმენტი. ისინი ამბობდნენ, რომ ეს ცვლილებები ქაოსურად კი არ ხდება, არამედ ეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს. იდეა ისაა, რომ სახელმწიფო აღარ დააფინანსებს იმ სპეციალისტების მომზადებას, რომელთა საჭიროებაც ქვეყანაში არ არის. ეს ხომ, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. დიახ და მათ ამის საილუსტრაციო ძალიან ძლავრი მაგალითი მოჰყავთ. იურისტები. მათი მონაცემებით საქართველოს შრომის ბაზარს წელიწადში დაახლოებით 700 იურისტი სჭირდება. ამ დროს უნივერსიტეტები ჯამში 3600-მდე სტუდენტს იღებენ. ვაუ! 3600 სტუდენტი 700 ვაკანსიაზე. ამ მათემატიკას ფაქტია ვერ შეეწინააღმდეგებები. გამოდის, რომ ყოველი 5 იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულიდან 4-ს ფაქტობრივად თავისი პროფესიით მუშაობის შანსი არ აქვს. ეს იგივეა, რომ სტუდენტებს იმ ოცნებას ვყიდეთ, რომლის ახდენის შანსი მხოლოდ 20%-ია. ზუსტად. ამ ლოგიკით სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია, რომ რესურსებიც დაიზოგოს და ახალგაზრდებიც იმედგაცრუებისგან დავიცვათ. ეს არგუმენტი ნამდვილად დამაჯერებლად ჟღერს. თუმცა, სწორედ აქ ხდება ჩვენი ამბავი ძალიან უცნაური. დიახ. ეს ის მომენტია, სადაც მთავრობის მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა რბილად რომ თქვათ კითხვებს აჩენს. მოდით ვისაუბროთ ასტროლინგვისტებზე. დიახ, ასტროლინგვისტებზე. ოპონენტებმა დებატებში იკითხეს, რომელმა შრომის ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს 2024 წელს სჭირდება 20 ასტროლინგვისტი, ანუ სპეციალისტი, რომელიც უცხოპლანეტელებთან საკომუნიკაციო ენებს შეისწავლის, და 20 ასტროარქეოლოგი. მაპატიეთ, უნდა შეგაწყვეტინოთ ასტროლინგვისტები. ანუ იმ დროს, როდესაც მშობლები შვილებისთვის ენისა და მეტყველების თერაპევტს სანთლით ეძებენ, მთავრობა ვულკანელებთან პირველი კონტაქტისთვის ემზადება. ეს ისეთი დეტალია, რომელსაც შეუძლია მთელი რეფორმის სერიოზულობა ეჭქვეშ დააყენოს. და ოპონენტები სწორედ ამას ამბობენ. ისინი ამბობენ, რომ იმავე რეფორმის ფარგლებში ენისა და მეტყველების თერაპევტებისთვის, რომლებზეც ექსპერტების შეფასებით, ქვეყანაში 1500-მდე სპეციალისტის დეფიციტია, მხოლოდ 5 ადგილი გამოიყო. 5. 5. ეს ხო აბსურდია. აბსოლუტურად. ეს მაგალითები რეალურია თუ უბრალოდ კარიკატურა იმის საჩვენებლად გამოიყენეს, რომ მთავრობის ანალიზი რეალობას სრულიად აცდენილია. და კიდევ ერთი წინააღმდეგობა, რომელიც დებატებში გამოიკვეთა. მთავრობა ამბობს, რომ სპეციალობებს უნივერსიტეტებს მათი ისტორიული ტრადიციების მიხედვით გადაუნაწილებს. მაგრამ ამავე დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომლის ისტორიაც ფაქტობრივად ქვეყნის ისტორიაა, უფინანსებენ პედაგოგიკისა და ხელოვნებათმცნობნეობის მიმართულებებს. იმ მიმართულებებს, რომლებსაც საფუძველი დიმიტრი უზნაძემ და გიორგი ჩუბინაშვილმა ჩაუყარეს. დიახ, ეს სრულიად ეწინააღმდეგება მათსავე დეკლარირებულ პრინციპს. ოპონენტებისთვის ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ შრომის ბაზრის ანალიზი ან არ არსებობს, ან სრულიად არაადეკვატურია. და გადაწყვეტილებები თვითნებურად, გაუგებარი ლოგიკით მიიღება. კარგი. და როდესაც ოფიციალური ლოგიკა ასე იბძარება, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რა არის მაშინ რეალური მოტივი? და აქ გადავდივართ დებატების ყველაზე ფერტკებად საშიშ ნაწილზე. პირდაპირ ბრალდებაზე, რომ რეფორმის მიზანი არა ხარისხის გაუმჯობესება, არამედ უნივერსიტეტებზე პოლიტიკური კონტროლის დამყარებაა. ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა, მაგრამ ოპონენტები მას კონკრეტული ფაქტებით ამყარებენ. პირველი, რაზეც ისინი მიუთითებენ, არის საკადრო პოლიტიკა. განათლების მინისტრი პოლიციის პოლკოვნიკია, მისი ერთ-ერთი მოადგილე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი. მოიცადეთ,
ეს მომენტი კარგად გავიაზროთ. აკადემიური ცხოვრების რეფორმაზე პასუხისმგებელი პირები არიან პოლიციის და სუსის პოლკოვნიკები? ეს არჩევანი. არც ისე შეუმჩნეველია. ოპონენტების გადმოსახედიდან ეს უფრო სადამსჯელო რაზმს გავს, ვიდრე აკადემიურ კომიტეტს. ისინი სვამენ კითხვას, რა საერთო აქვს ძალოვან სტრუქტურას აკადემიურ თავისუფლებასთან. მათთვის პასუხი ნათელია. არაფერი. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ პრიორიტეტი არა განათლების ხარისხი, არამედ კონტროლი და მართვა. ამას ემატება წინა კონტექსტიც. დებატებისას გაიხსენეს პრემიერ-მინისტრის ადრინდელი განცხადება, სადაც მან პრობლემა დაასახელა პროფესორების პოლიტიკური აქტიურობა. ოპონენტებისთვის ეს იყო ერთგვარი სიგნალი, რომ ხელისუფლებისთვის კრიტიკულად განწყობილი აკადემიური წრეები პრობლემას წარმოადგენენ. და ეს რეფორმა ამ ლოგიკით სწორედ ამ პრობლემის მოგვარების ინსტრუმენტია. თუ უნივერსიტეტს შეუზღუდავ ავტონომიას, ფინანსურად მთლიანად სამინისტროზე დამოკიდებულს გახდი და მართველად ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს დავნიშნავ, ბუნებრივია ის ბევრად უფრო მართვადი და ნაკლებად კრიტიკული გახდება. ზუსტად. ამ გადმოსახედიდან მთელი რეფორმა აღიქმება არა როგორც სისტემის გაჯანსაღების, არამედ როგორც თავისუფალი აზრის ჩახშობის მცდელობა. მოდით შევაჯამოთ. სურათი ასეთია. ერთხმარეს გვაქვს მთავრობა, რომელიც ამბობს, რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო დონეზე ჩავარდნილ სისტემასთან. სისტემასთან, რომელიც შიგნიდან იშლება და რომელსაც სასწრაფო ცენტრალიზებული ქირურგიული ჩარევა სჭირდება. ისინი ეყრდნობიან ციფრებს და ეფექტიანობის ლოგიკას. მეორე მხარეს კი დგას აკადემიური საზოგადოება, რომელიც ამ ყველაფერს ხედავს როგორც პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმას მათ დამოუკიდებლობასა და ტრადიციებზე. მათთვის ეს პროცესი მიმდინარეობს ყოველგვარი დიალოგისა და რეალური მტკიცებულებების გარეშე და მისი საბოლოო მიზანი არა ხარისხის ამაღლება, არამედ უბრალოდ კონტროლის დამყარებაა. რაც ყველაზე საინტერესოა, ორივე მხარე საკუთარი გადმოსახედიდან შეიძლება მართალიც იყოს. მთავრობა სისტემას უყურებს როგორც ინჟინერი ხედავს არაეფექტიანობას და ცდილობს მოახდინოს მისი ოპტიმიზაცია კონკრეტული შედეგის მისაღებად, მაგალითად დასაქმების. აკადემიური საზოგადოება კი უნივერსიტეტს აღიქვამს არა როგორც თანამშრომლების საწარმოებელ ქარხანას, არამედ როგორც ცოცხალ ორგანიზმს, საკუთარი ისტორიით, ტრადიციებითა და მიზნებით. და ეს კონფლიქტი მხოლოდ პოლიტიკის დონეზე არ არის. ეს არის ორი ფუნდამენტურად განსხვავებული ფილოსოფიის შეჯახება იმაზე, თუ რა არის უნივერსიტეტი. და ეს ყველაფერი ერთ საბოლოო ძალიან მნიშვნელოვან კითხვას გვიტოვებს დასაფიქრებლად. კითხვას, რომელიც ბევრად სცდება საქართველოს ფარგლებს. როდესაც სისტემა კრიზისშია, ვის აქვს მორალური უფლება დასვას დიაგნოზი და დანიშნოს მკურნალობა? სახელმწიფოს, რომელიც ფოკუსირებულია ეფექტიანობასა და ბაზრის მოთხოვნებზე, თუ თავად ინსტიტუციებს, რომლებიც საკუთარ ავტონომიასა და აკადემიურ ტრადიციებს იცავენ. და რა ხდება მაშინ, როდესაც ეს ორი ხედვა ერთმანეთთან ისეთ ჩიხში შედის, სადაც დიალოგი უბრალოდ შეუძლებელი ხდება?